ჩამოვფრინდით მილანში, იწყება ჩვენი ახალი მოგზაურობა. მილანში ვართ გავლით, გვაქვს რამდენიმე საათი. ახლა მივდივართ რომ მოვინახულოთ ცენტრი და ამის მერე მივდივართ გენუაში. აქედან ჭირდება დაახლოებით 1 საათი და ავტობუსის რამოდენიმე გაჩერებიდან გვიწევს შემდეგ მეტროთ მისვლა, რომ მილანის ცენტრში მოვხვდეთ. ავტობუსის ბილეთი ღირდა 10 ევრო. ამ ავტობუსით ჩამოვედით მალპენსას აეროპორტიდან ლოტოს გაჩერებაზე. აქვე არის მეტრო და მეტროთი ახლა უნდა გადავიდეთ დუომოსკენ. ვაგაჩერება დუომომდე და შემდეგ ცენტრალურ ადგილას გავჩერდებთ და დავათარიელებთ მილანს. ვიყიდეთ მეტროს ბილეთები 2 ევროდ. ახლა მეტროს წითელ ხაზს უნდა გავყოთ M1 ლოტოს გაჩერებიდან დუომოს გაჩერებამდე. მეჯინება. მოვედით დუომოს გაჩერებასთან, ამოვედით მეტროდან და აქ არის ულამაზესი ტაძარი. მეტროთით როცა გზავრობთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბილეთი არ გადააგდოთ, იმიტომ რომ იგივე ბილეთი დაგჭირდებათ მეტროდან ამოსასვლელად. მთელი ღამე არ გვეძინა. ახლა წავალთ, ყავას დავლევთ და შევჯამთ და დავიწყებთ ამ მოკლე დროში მილანის დათვალიერებას. გვაქვს სადღაც 3-4 საათი სულ და ცენტრალურ მაიდანს ვნახავთ. ცოტა შევისვენეთ, დავლიეთ ყავა, შევწარმეთ პიცა, ავარჩიეთ დუომო პიცა. ესთან ახლოს სიმბოლურად შევარჩიეთ. მართლა ძალიან გასხალდული გემოქონდა. ცხიმს ჩემი აზრით ფაქტობრივად არ შეიცავდა, უბრალოდ იმდენად ბევრი ყველი ქონდა, რომ ორი ნაჭერიც კი საკმარისი იყო. ესეც არის დუომოს ტაძარი. დუომოს მშენებლობა დაიწყეს მე-14 საუკუნეში და დაამთავრეს მარტო მე-20 საუკუნეში. ასე რომ 600 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ტაძრის მშენებლობა. დუომოს აშენებაში მონაწილეობა მიიღო როგორც ლეონარდო და ვინჩიმ, ასევე ნაპოლეონმა. სწორედ ნაპოლეონის ბრძანების შედეგად მოხერხდა დუომოს ფასადის დარჩენილი ნაწილის მოპირკეთება, თუმცა გარკვეული დეტალების დამონტაჟება 1965 წლამდე გრძელდებოდა. მილანის დუომო გოთიკური არქიტექტურის ნიმუშია და სილამაზის გარდა გამორჩეულია თავისი ზომებითაც. იტალიაში ყველაზე დიდია, ხოლო მსოფლიოში მე-5 ადგილას. ამბობენ, რომ დუომოს ტაძარში დაახლოებით 40,000 ადამიანი ეტევა. გაითვალისწინეთ, თუ ჩემოდნით ხართ, აუცილებლად შეგანახინებენ და არ შეგიშვებენ არც ჩემოდნით, არც მოკლე შორტით და რაღაც მსგავსი შეზღუდვები არის. ამიტომ წინასწარ იცოდეთ, რომ ჩემოდნის და სხვა დიდი ნივთების შენახვა მოგიწევთ ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. დუომოს წინ არის ცნობილი მოედანი, სადაც ყველა იღებს სურათებს მტრედებთან. აქ ძალიან ბევრი ხალხია და ძალიან ბევრი მტრედია. დუომოს გვერდით კი არის ყველაზე ცნობილი გალერეა მილანში, ვიტორიო ემანუელე მეორის სახელობის, სადაც არის ძალიან ცნობილი მაღაზია და ასევე კაფეები, სადაც შეგიძლიათ მთელი დღე ძალიან სასიამოვნოდ გაატაროთ. აქ არის ასეთი ბრენდები როგორც პრადა, ლუის ვიტონი, დიორი და ასეთ ულამაზეს შენობაში არის, ასეთი ულამაზესი შემინული ჭერია. ვიტორიო ემანუელე მეორის გალერეა არის ადგილი, რომელიც ატარებს პირველი მეფის სახელს.
და მიიჩნევა ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს შოპინგ მოლად. თუნდაც არ გქონდეთ დაგეგმილი საყიდლებზე სიარული, ვიტორიო ემანუელე მეორის გალერეა უნდა შედიოდეს თქვენი აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში. მოზაიკები, სკულპტურები, ქანდაკებები, ფრესკები, რომლებითაც გალერეაა მორთული, ასევე აქ არის ცნობილი შუშის გუმბათი. ამბობენ ხოჯერ თუ დატრიალდებით ამ ადგილას, ქუსლზე თქვენი სურვილი აუცილებლად შესრულდება. ერთ-ერთ გალერეას გასასვლელში არის ლეონარდო და ვინჩის ძეგლი და აქვე არის მერია და ლასკავა. ახლა მოვედით ძეგლთან. ლეონარდო და ვინჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები ინახება მილანში. მათ შორის ცნობილი ფრესკა საიდუმლო სერობა. ფრესკა საოცრად გადარჩა იმ ომის დროს, რის გამოც სამჯერ იყო რესტავრირებული, რომელთაგან ერთ-ერთი 21 წლის მანძილზე გრძელდებოდა. აქ არის მერია და ის არის ლასკავა. რომელიც არის ევროპის ყველაზე პოპულარული ოპერა და 2000 სტუმარზე მეტ სიდევს. ასევე მას აქვს საკუთარი მუზეუმიც კი. მილანის ანტიკური სახელწოდება მედიოლანუმია, რომელიც ძველ პერიოდში რომაული იმპერიის დედაქალაქი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც დაარსდა დაახლოებით 2600 წლის წინ. ყოველ საღამოს 7-დან 9 საათამდე მილანის ბევრი ბარი და კაფე უსასყიდლოდ გთავაზობთ საჭმელს სასმელის ყიდვის შემთხვევაში და ამას უწოდებენ აპერიტივოს. მილანი არის იტალიის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი და მსოფლიო მოდის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი. ახლა მოვიდეთ ავტოსადგურზე, ველოდებით ჩვენ ავტობუს Flixbus გენუასკენ. სანამ კი მოვა ავტობუსი, დავჭერით აქვე, არის პატარა კაფე, შევუყვეთ ორი ავა და ველოდებით ჩვენ ავტობუსს. რაც შეეხება მეტროს, მეტრო ძალიან კარგად დადის. წერს ზუსტად დროს, რა დროს ჭირდება და მეფსაც ძალიან მარტივად გამოიყენებთ, ამიტომ რასაც გახსოვს დროს ზუსტად იგივე დროს ჭირდება. რაც შეეხება ამ ავტოსადგურს, არის პირდაპირ მეტროს გაჩერებას, ანუ მეტროდან რომაულთან პირდაპირ გაჩერება და Flixbus-ები აქ იყრის ყველა თავს. ასე რომ ძალიან მარტივი მოსაქმნებია, თუ სადმე წასვლიდათ მილანიდან, ძალიან მარტივად მოაქნებთ ამ ადგილას. ეს ძალიან განთიშული ვარ, ხამე გათანებული გვაქვს და ამიტომ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად გონს მოვეგო და მოვებზადო გენუასთვის. მოვიდა ჩვენი Flixbus-ი. დაახლოებით 2 საათი 15 წუთი სჭირდება მილანიდან გენუამდე და შემდგომ სასტუმროში და დავიძინებ.